People who exercise, ხალხი ვინც ვარჯიშობს, tend to be well disciplined and stress resistant. ნახე, ხალხი რომელიც ვარჯიშობენ, არიან ძალიან კარგად დისციპლინირებულნი და სტრესისგან დაცულები. These qualities are essential. ეს ხარისხები არის საჭირო, essential აუცილებელი for the effectiveness of personal and professional development. არის ეს ხარისხები აუცილებელი იმისათვის, რომ პერსონალურად და პროფესიულად გავანვითარდეთ. Currently, there are many opportunities, რომელიც offered სთავაზობს, ანუ მიმდინარე ამჟამინდელი მოვლენებით, არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომელიც სთავაზობს შემოთავაზებულია, offered. There are many opportunities offered. არის ბევრი შესაძლებლობა შეთავაზებული to those people იმ ხალხისთვის who want to be in fit, რომლებსაც სურთ იყვონ ფორმაში. ესენი არის მაგალითად რა? Fitness clubs, fitness კლუბები and athletic centers და ათლეტური ცენტრები, which is available, რომლებიც არის ხელმისაწვდომი for people of different ages. სხვადასხვა ასაკის ხალხისთვის არის მოკლედ შემოთავაზებული. და ხელმისაწვდომი, available ხელმისაწვდომი, offered შემოთავაზებული. Also, ასევე, there are public places, არის საზოგადო ადგილებიც for physical activities. ფიზიკური აქტივობებისთვის. Students are engaged. სტუდენტები არიან დაკავებულები in special school and university programs. სპეციალურ სკოლებსა და უნივერსიტეტულ პროგრამებში that guarantee, რომელიც გვაძლევს გარანტიას, აძლევთ გარანტიას მათი წარმატებისაკენ და ფიზიკური development-ისკენ, ანუ განვითარებისკენ. ესე იგი, ინგლისურად როგორ იქნება ეს ყველაფერი ერთად? Students are engaged in special schools and university programs that guarantee their successful physical development. რომელიც გარანტირებს მათ წარმატებულ, ანუ success რო ყოფილიყო მარტო იქნება და წარმატებას. მაგრამ არის successful წარმატებულ physical development, ფიზიკურ განვითარებას გარანტირებს. Okay. They can participate in different sports. მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ განსხვავებულ სხვადასხვა სპორტში to find the most appealing athletic activity. რათა იპოვონ თავიანთი, აღმოაჩინონ თავიანთი თავისთვის ყველაზე მიმზიდველი, ყველაზე ანუ რაც ახლოს არის მათთან ათლეტური აქტივობა. Among them, მათ შორის are running, არის სირბილი, swimming, ცურვა, fitness is cycling, ველოსიპედით კატაობა, football and yoga, ფეხბურთი და იოგა. To name a few. კიდევ დასახელდება რამდენიმე. აი ნახე, ეს ფრაზა to name a few, აი და ასე შემდეგ როა ჩვენებურად, ხო იცი და ასე შემდეგ. Regular physical exercises simulate muscles. რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები ავარჯიშებს კუნთებს, ხო? იმულირებს კუნთებს and get better results in any sports. და გაღებინებს უფრო უკეთეს შედეგებს ნებისმიერ სპორტში. As for me, this is a traditional team game. ეს არის ტრადიციული გუნდური თამაში that is very popular across the world. რომელიც ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. Playing volleyball teaches me how to become a leader. როგორ გავხდე ლიდერი. Set goals, დავისახო მიზნები, organize teamwork, ორგანიზება გავკეთო გუნდურ თამაშს and develop self-confidence და განვავითარო ჩემი თვითდაჯერებულობა and self-discipline და თვითდისციპლინა. მაგარი სიტყვებია ძალიან. აი, სუპერ სიტყვებია თემებისთვის მაგალითად. ნებისმიერი თემა აიღე, ეს ჩასვი და ეს მე მეხმარება, მაგალითად აი, რაღაცა საქმიანობაზე წერ, თქვა და აი ამ ფრაზას ჩასვალ თუ არა, всё, უკვე გაფრთიანდა ფრაზა. მეხმარება აი ამაში და ამაში. ძალიან მაგარი ფრაზა. My participation in sport competitions, ჩემი ვარჯიშები სპორტულ შეჯიბრებში allows me ნებას მრთავს, მაძლევს უფლებას to improve my physical fitness, რომ გავაუმჯობესო ჩემი ფიზიკური მდგომარეობა. And mental abilities და მენტალური შესაძლებლობები. Further success in my career, შემდგომი წარმატება ჩემს კარიერაში depends on these aspects. დამოკიდებულია ამ ასპექტებზე. The rules of this game are easy to understand. ამ თამაშის წესები გასაგებად ძალიან ადვილია. Two teams, ორი გუნდი consisting of 6 players, შემდგარი 6 წევრისგან თამაშობს თითო, ანუ each plays a match. თითო გუნდი ხო თამაშობს match-ს, მიყავს მატჩი. This indoor game is played with a ball. ეს შენობაში ყოფი თამაში უნდა აწარმოო ბურთით.
played with the ball is played with the ball. Passive-ში წერია, ჯერ passive-ი არ ვიცით, მაგრამ present perfect-ს კარგად რო უკვე უშეცდომოდ გავაკეთებთ, ეგრევე passive-ებზე გადავალთ. This indoor game is played with the ball. ეს დარბაზის თამაში თამაშდება ბურთით. The winner of the volleyball set is the team. გამარჯვებული აი ამ სეტში არის ის გუნდი, რომელიც დააგროვებს 25 points. Gains არის ქულების დაგროვება, ამოიწერე. აქ კარგად არ მიწერე, უბრალოდ აგროვებს მიწერია, მაგრამ ქულებს აგროვებს. ქულების დაგროვება სხვა რამეზე ახლა. Gain weight შეიძლება ასევე კიდე წონაზეც თქვა, წონაში იმატებს. აგროვებს ქულებს. აქ ქულებზე ლაპარაკი. ქულების დაგროვება. It's important for every player to bat the ball over the net. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი მოთამაშისთვის გადააგდოს ბურთი over the net. Net ხوار ბადის ზემოთ. Using their hands effectively. თავის ხელების ეფექტურად გამოყენებით. The key goal, მნიშვნელოვანი გოლი is to bat the ball. არის რომ დაარტყა ისე ბურთს and such way ისეთი დარტყმით დაარტყა ბურთს that it touches the opponent's team court. რომ ის შეეხოს მოწინააღმდეგის გუნდის კორტს, ანუ იატაკს. It's very important to remember that before the game, ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეს რომ თამაშის წინ you need to warm up, უნდა გახურდე. So that your body is ready for physical exercise. ასე რომ შენი სხეული მოემზადება ფიზიკური აქტივობებისთვის. Without a good warm up, I am კარგი გახურების გარეშე, you might get an injury. You might get an injury. შეიძლება მიიღო ტრავმა. Although არის თუმცა the goal of any game is to win. თუმცა მიზანი ნებისმიერი თამაშისა არის გამარჯვება. Safety comes first. ანუ safety არის უპირველეს ყოვლისაო რა, safety, დაცულობა და უსაფრთხოება არის უპირველეს ყოვლისა. Ապա მოვისმინოთ, let's listen. ეხლა აქ ამ ტექსტის მოყოლას და კარგად სწავლას უნდა დრო. I think you don't have so much time. იქ რო არ გაქვს ამდენი დრო, მაგრამ before school I think you have. იცადე რომ ეს ტექსტი აი ძალიან მაგრად ისწავლო. აი შენ რომ მოგეწონოს ისე ვაღოთ, okay? Okay. არასდროს შენს თავს არის ძალადობა არ მოახდინო შენ თავზე. თუ გრძნობ რომ რაღაცნაირად არ მიდის ეს ტექსტი, არ შედის თავში. არასდროს არ დააძალო და არ იძალადო შენს თავზე. უფრო შეუშლის სწავლაში შენს ტვინს ხელს, მაგრამ ეს როდესაც რაღაცნაირად სიამოვნებაში უნდა გადაზარდო სწავლა. უფრო სიამოვნებით როცა მიუდგები, იცი რა ადგილად ისწავლი, ეს იქნება შენთვის როგორც ჰობი. ჰობის სახით აქცია და უფრო გაგიარულდება. აბა მოდი მოვუსმინოთ. Good health affects the way people behave, work, and interact with each other. As the proverb goes, health is wealth. Health is the key benefit provided by sports activities. People who exercise tend to be well-disciplined and stress-resistant. These qualities are essential for the effectiveness of personal and professional development. Currently, there are many opportunities offered to those people who want to be fit. Fitness clubs and athletic centers are available for people of different ages. Also, there are public places for physical activities. Students are engaged in special school and university programs that guarantee their successful physical development. They can participate in different sports to find the most appealing athletic activity. Among them are running, swimming, fitness, cycling, football, and yoga, to name a few. Regular physical exercises help stimulate muscles and get better results in any sport. As for me, my favorite sport is volleyball. This is a traditional team game that is very popular across the world. Playing volleyball teaches me how to become a leader, set goals, organize teamwork, and develop self-confidence and self-discipline. My participation in sports competitions allows me to improve my physical fitness and mental abilities. Further success in my career depends on these aspects. The rules of this game are easy to understand. 2 teams, consisting of 6 players each, play a match. This indoor game is played with a ball. The winner of the volleyball set is the team that gains 25 points. It's important for every player to bat the ball over the net using their hands effectively. The key goal is to bat the ball in such a way that it touches the opponent team's court. It is very important to remember that before the game, you need to warm up so that your body is ready for physical exercise. Without a good warm-up, you might get an injury. Although the goal of any game is to win, safety comes first.